სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ბიბლია ყოველ დღე. ხშირად ხდება რომ მორწმუნე ადამიანს მისი ახლობლები, ნათესავები და თქვა მეგობრები, სამსახურში თანამშრომლები, მეზობლები ერთსა და იმავე კითხვას უსვამენ, დაჟინებით ეკითხებიან. დაგვიმტკიცე რომ ღმერთი არსებობს და ვირწმუნებთ. ესე იგი მოგვიტანე რამე მტკიცებულება. სად არის ღმერთი? დაგვიმტკიცე არსებობა მისი. ანუ ისინი ასევე ამბობენ, ჩვენ ღმერთს ვერ ვხედავთ, ხო, აი ჩვენს ცხოვრებაში, მის არსებობაში ვერ გვძნობთ, ხო? ანუ ვერ ვამჩნევთ, ასე ვთქვათ, ხო, მის კვალს. მაშ რატომ წამს ღმერთი, ხო? რატომ ლოცულობ? რატომ დადიხარ ეკლესიაში, აი წირვა ლოცვაზე, რატომ აბარებ აღსარებას, ესე იგი დილას სახამოს ლოცვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ ცდილობ რომ იცხოვრო ღვთის, თქვათ, ცნებების მიხედვით და დაიცვა ღვთის ცნებები? რისთვის აკეთებ ამას? მეგობრებო, დღეს ღვთის შეწევნით შევეცდებით ამ კითხვას, ესე იგი უპასუხოთ ამ კითხვაზე წმინდა ნიკოლოზ სერბის ველიმიროვიჩის ერთ ბრძნულ წერილზე დაყრდნობით, ეს არის წერილი და ანუ ღვთის არსებობის მტკიცებულების შესახებ. სანამ გადავალთ ამ წერილზე, მეგობრებო, მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ. ესე იგი ღმერთი არ ერევა ჩვენს პირად არჩევანში, ანუ ჩვენს თავისუფალ გადაწყვეტილებაში, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანი, ხო? და ის არ ჩაერევა. ნახეთ, ღმერთი რომ გამომეცხადოს დღეს, ხო, ან შენ ნათესავს, ან მე, ან მეგობარს, ან ყველას, ხო, ყველა გახდება მორწმუნე, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს უკვე იქნება ძალადობა ღვთის მხრიდან. რატომ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, ადამი და ევა, მან მისცა მათ ასევე თავისუფლების არჩევნის უფლება. მარტივად რომ ვთქვათ, მე ეხლა ვზივარ აქ, ავდგები, წავალ, მომინდება მარცხნივ წავალ მარჯვნივ. ესე იგი, ავირჩევ სიბნელეს, თუ ავირჩევ სინათლეს, ავირჩევ ღმერთს, თუ ავირჩევ ეშმაკს. ანუ ჩემი გადაწყვეტილებაა ეს. კარგი ქართული სიტყვა გვაქვს ჩვენ ქართველებს, თავისუფალი, ხო, ჩემი თავისუფალი ვარ მე, თავის მეფე ვარ მე, ხო? ანუ მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ქრისტე უფალი ჩვენი არ ერევა და ის ჩვენ პირად გადაწყვეტილებმა ის პატივსცემს, ასე თქვა და არ ერევა, ნუ პატივსცემს, ახლა გასაგებია, ხო? ანუ არ ერევა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენს არჩევანში. ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღმერთი რომ გამომეცხადოს, ეს იქნება ძალადობა და რატომ? ღვთის მხრიდან, იმიტომ რომ ღმერთი რომ თუ გამომეცხადება, მორწმუნე გავხდები, რა თქმა უნდა და ეს არ უნდა უფალს. მორწმუნე გავხდები, იმიტომ რომ გამოგაცხადება და შენ რეალურად ათეისტი, თქვა, ურწმუნო ადამიანი, ყველას დიდი სიყვარული და პატივისცემით, რა თქმა უნდა, მაგრამ ურწმუნო ადამიანი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის, რომ გამოეცხადება ქრისტე, ხო? ის გაიქცევა ეგრევე უდაბნოში, გახდება ბერ-მონაზონი, განდეგილი. და დარწმუნება, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, ღმერთი თუ არსებობს, რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთი და სამოთხე. მაგრამ ეს უფალს არ უნდა, გესმით? ეს რომ დომობდა ქრისტეს, ესე იგი წამითაც წამის მეათასედი თუ რა ვიცი, როგორ თქვა ჩვენი ადამიანური ლოგიკიდან თქვა რო ვისაუბროთ, ყველა გახდება ასე მორწმუნე. მაგრამ უფალი მოვიდა როგორ, მეგობრებო? ის მოვიდა ყველაზე დიდი თავდაბლობა, ყველაზე დიდი თავგანწირვა, ყველაზე დიდი სიყვარული გვაჩვენა ჩვენ და მას უნდა რომ ჩვენ სიყვარულით, ესე იგი მივიდეთ მასთან და ვირწმუნოთ. გახსოვთ საღარებაში თომა, როდესაც რას ეუბნება უფალი თომას, რომ შემეხეო მე და დამინახეო, მიხილეო და ამიტომ ირწმუნეო, ხო, როდესაც აღსდგა ქრისტე. და შემდეგ როგორ ამბობს უფალი, ნეტარია ის, ვინც არ მიხილა და ირწმუნა ჩემიო. ნუ ეს ძალიან მოკლედ. ეხლა მოდით ძალიან ამ წერილს დავუბრუნდეთ. ნახეთ. წმინდა ნიკოლოზი წერს.
შენი მეგობარი გამუდმებით იმეორებს ღმერთი არ არსებობს, სადაა ღმერთი? დამიტკიციო. ესე იგი მისი სიტყვები თითქოს და აი გაწამებს, ხო, ეს გაწუხებს და გაწამებს, ასე ვთქვათ, შოლტივით გცემს. აი შენი ბრძვი, შენი სიცოცხლისა და სულის გადასარჩენა. თუ არ არსებობს ცოცხალი და ყოლად ძლიერი ღმერთი, მაშინ ერთადერთი ყოვლის მყრობელი ღმერთის სიკვდილია. ანუ მაშინ ყველა ცოცხალი არსება უბრალოდ სათამაშოა ყოვლის მძლავრის სიკვდილის ხელში. ერთხელ შენ უთხარი შენს მეგობარს, რომ ღმერთი არსებობს, ეს შენ არ ყავს იგი. და შენ არ შეცდი. ისინი ვინც განშორდნენ ღმერთს, ვერ შეიცნობენ მას არც ამ ქვეყნა და არც მომავალში. შემოქმედისგან განშორება უარესია, მეგობრებო, ვიდრე საერთოდ არ არსებობდე. ანუ ვიდრე არ არსებობას არა. შემდეგ წმინდა ნიკოლოზი მიმართავს მეგობრებო ესე. შენ ადგილზე მე ასე ვიტყოდი. არასწორად ამბობ, მეგობარო, არა, ღმერთი არ არსებობს, არამედ უფრო სწორია თქვა, მე არ მყავს ღმერთი. გახსოვთ ხო, ღმერთი ისეთი დიდია, რომ სამყაროში ესე თქვა, არც ვერ ჩაეტევა, ვერ დაეტევა და ისეთი პატარა, რომ ჩვენს გულებშიც ეტევა. დიდება და მადლობა მას. ქრისტე ამბობს, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ აღდგომა. დიდება უფალს. გავაგრძელოთ ჩვენი წერილი, მეგობრებო. კითხვა ხო, ანუ მე არ მყავს, ხო, ანუ ხედავ ბევრ ადამიანს გძნობს ღმერთის არსებობა და ამბობს, რომ ანუ ბევრი ადამიანი გძნობს ხო და ამბობს, რომ ღმერთი არის, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არ აკლია სამყაროს. ღმერთი აკლია შენ. ის აგზელებს მაგალითებს და ამბობს, შენ ისე ლაპარაკობ, თითქოს ავადმყოფი თქვას, ჯანმრთელობა არ არსებობს. შენ ისე ლაპარაკობ, თითქოს ბრმა ადამიანი თქვას, სინათლე არ არსებობს. სინათლით სავსე მთელი სამყარო, მაგრამ ბრმა ვერ ხედავს მას. სავსეა სამყარო, სინათლით, ხო? მართალი და სწორი იქნებოდა ეთქვა, რომ მე არ მაქვს სინათლე. შენ ისე ლაპარაკობ, თითქოს ღარიბი თქვას, ოქრო არ არსებობს, ოქრო არსებობს მიწაზეც და მიწის ქვეშაც. სიმართლე იქნებოდა ეთქვა, მე არ მაქვს ოქრო. შენ ისე ლაპარაკობ, თითქოს ბოროტი თქვა, სიკეთე არ არსებობს. მასში არ არის სიკეთე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამყაროში სიკეთე არ არსებობს. ასევე, მეგობრებო, თუ აღიარებ, ნახეთ, მე არ მყავს ღმერთი, ხო, ეს სიმართლეა და შენი გამოსწორების დასაწყისიც. ანუ იყო ადამიანები, ასე ვთქვათ, რომლებსაც არ ყავდათ ღმერთი, მაგრამ ღმერთმა ისინი არ მიატოვა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ზოგი კი იტყვის უკანასკნელ წამამდე რომ არ ყავს ღმერთი, მაშინ ღმერთის განშორდება მათ. ამიტომ მეგობარო, ნახეთ, შენი სულისთვის მარადიული სიცოცხლისა და ზეციური სასუფევლისთვის შეცვალე, სიამაყე, ეს სულის კიბო, ეს ამპარტავნული აღიარება, რომ ღმერთი არ არსებობს. შენ ცდები. მონანუით მე არ მყავს ღმერთიო. რა უნდა გააკეთო ამის შემდეგ? ეკლესია რას გვასწავლის? კითხე მას. ასე რომ ჩვენც ძვირფასო მეგობრებო, სწორედ ამ სულისკვეთებით, სიყვარულით, პატივისცემით და მშვიდად უნდა უპასუხოთ მათ, ვინც ვერ ხედავს ღმერთს, ასეთ გარემოში ცხოვრება, ვთქვათ, რთულია, მაგრამ ვთქვათ, საჭიროა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ჩვენი კეთილი მაგალითებით, ხო და მაგალითით ლოცვითა და სიყვარულით ვაჩვენოთ, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და ცოცხალია ჩვენს სულში, ჩვენს გულში. სხვებსაც დაეხმარეთ, მეგობრებო, აი ესე რომ იპოვონ, ესე თქვა, ცხოვრება სიტყვა და ღვთის პოვნაში დაეხმარეთ, ხო? მინდა
დაწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და ყველაზე დიდი სასწაული ადამიანები სასწაულს ეძებენ, ხო? მათჩვენეო ღმერთიო, დამანახე სასწაული და ვირწმუნებო. სასწაული არ არის ადამიანო, რომ ყოველდილად იღვიძებ ცოცხალი ხარ, თვალებს რო გაახელ და გული რო ბეთქავს და სუნთქავ. ყველა ჩვენი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ეს არის ღვთის უდიდესი წყალობა, გესმით? ან მე მესმის, რაც ვამბობ? ან თქვენ გესმით, და წარმოიდგინეთ რა არის საერთოდ. რომ ჩვენ სუნთქავთ. აი დღის განმავლობაში, დღის კი არა 24 საათი, ხო? გამუდმებით ჩვენ სუნთქავთ. გადაკეტე, როგორც თუ არ ვშტები ისაიას აქვს თუ ერემიას, რომ რა არის ადამიანო, აი წარმოიდგინე აი ბუმბერაზე ადამიანები, როგორც ჩინგისხანი, მაკედონელი, ხო, რა ვიცი, ნახევარ სოფლიო თითქმის მთელი სოფლიო ყავდა დაპყრობილი და ადამიანი მეფეა, თქვა, იმპერატორი და ასე შემდეგ და რა არის ერემიას უწერია თუ ისაიას, რა არის ადამიანო, ადამიანის სიკვდილიო ნესტოებზე არის დამოკიდებული. ორ ნესტოზე არის დამოკიდებული, წარმოიდგინეთ. და ჩვენ რო სუნთქავთ, ასე ვთქვა, ჩამოსუნთქვა, ეს უდიდესი წყალობა, ამაზე მეტი სასწაული რა გინდა? ადამიანი ფიქრობს, ჯერ რადოს ჩემი გარდაცვალება, კაცო, მე აგერ 25 წლის ვარ, 28 წლის ვარ, 55 წლის ვარ, იქ 60 წლის ვარ, კაცო, ღმერთი ყველა დიდხანს აცხოვროს და აცოცხლოს, ჯვარი წერია ყველას, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, როდის გაგვიყვანს უფალი ჩვენ ამ სოფლიდან, ხო? რა გველოდება? ხო, წარდგენა ქრისტეს წინაშე. ამიტომ მეგობრებო, არ ვეძიოთ სასწაული იქ, გახსოვთ ქრისტეს სიტყვები სახარებაში, ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს სასწაულს და არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველისა. ამიტომ სასწაული სადარი კი არა, ყოველდღე არის, ყოველდღე არის და ყოველ წამს არის. სასწაული არის ის, რომ შენ ცოცხალი ხარ და სასწაული ის არის, რომ წყარო, რა არის წყარო ცხოვრების და რა არის წყარო სიცოცხლის? კი ბატონო, წყალი ადამიანი ვერ გაძლევს ხო წყლის გარეშე. მზე რო არ ამოვიდეს 1 2 3 დღე ყველაფერი დაიღუპება პლანეტა. მაგრამ ვინ არის წყარო ამ მზის? ვინ არის წყარო? ვინ აძლევს ბრძანებას, რომ ზე ამოვიდე და ჩავიდე? ვინ არის წყარო? ქრისტე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ აღდგომა, მე ვარ ჭეშმარიტება. ღმერთმა დაგლოცოთ, მეგობრებო, ღმერთმა გაგახარო და ჩვენ ეხლა მეზორე და ფარისევის კვირა არის, მოსამზადებელი პერიოდი არის მარხვის და აქვე გეტყვით, რომ ეს კვირა არის მსგავსი, ანუ 4 შაბათ პარასკევს შეიძლება ხორცის მიღება, იქ რძის ნაწარმოები და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, მე ეხლა არა ვარ სასულიერო პირი, თქვენი მოძღვარი რა თქმა უნდა, თქვენ ყველას თავისი ყველა მოძღვარი ყავს, მაგრამ მაინც ვინიცობა, მაინც ვიტყვი, რომ იმიტომ რომ ბევრი მწერს ვიდეოს ქვეშ კომენტარებს, რომ აი დღესაც მომწერეს, პირადში მინდა თო მოგწეროთო, ვისაც მაინც რაღაც სურვილი გექნებათ რომ მომწეროთ, შეგიძლიათ მომწეროთ ჩემს მეილზე და ეს მეილი მიწერია იქ ყველა ვიდეოს ქვეშ წერია, ესე იგი ჩემ მეილის მისამართი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან. ამინ. მეგობრებო, მომიხსენიეთ მე ლოცვებში, რომ ესე იგი ვლადიმერი მქვია მე და მომიხსენიეთ გთხოვთ ლოცვებში, თქვენს ლოცვებში, რომ ესე იგი მინდა ეს რომ სრულად ავტვირთოთ, ესე იგი თელიანი ბიბლია, ძველი და ახალი აღთმა, რა თქმა უნდა, წმინდა მამების გამარტებით, რამოდენიმე მამების ძალიან საინტერესო არის და ასე რომ ესე იგი მომიხსენიეთ თქვენს ლოცვებში, რომ ესე იგი შევძლო ესა და წინასწარ დიდი მადლობა ღმერთს, პირველ რიგში მადლობა თქვენ
გააზიარეთ ეს ვიდეო, მოიწონეთ თუ მოგეწონათ და დაწერეთ კომენტარები და რაც ყველაზე მთავარია, მეგობრებო, გთხოვნაა რომ გამოიწეროთ არხი, რომ ესე იგი არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. მადლობა ყურადღებისთვის, გაიხარეთ. ღმერთმა დაგლოცო და გაგაძლიეროთ. ამინ.